დავიწყოთ red flag-ები ნაწილი 2. ქართული მუსიკები რო არ იცი საერთოდ და რო არ მოусმენია და რო არც უყვარს. ძალიან დიდი red flag-ია, ძალიან. აი რესტორანში ან კაფეში რო ვსხედავთ და თავის საჭმელს რო პირველი უყვეთავს. აი მაგალითად მე მინდა ცეზარი და იმას უნდა რაღაც სალათა და პირველია თავის სალათას იტყვის და მეორეა ჩემს საჭმელს იტყვის. კიდევ რო არასდროს გეკითხება მიხვედი თუ არა სახლში. აი სადმე როცა ხარ მეგობრებთან ერთად და ქალებთან ერთად და რო იცის რომ სადღაც ხარ გასული და ისე რომ მიდიხარ სახლში რომ არ გეკითხება რომ მიხვედი და მაგ პერიოდში კიდე რო გითხრას რომ დავიძინებ მე აბა ხვალამდე ტკბილი არ ნერვიულობ მივედი არ მივედი იქნება მომკლეს კიდევ შენმა დღემ როგორ ჩაიარა რო არ იცი საერთოდ ეგ კითხვა რა არის და დღის ბოლოს რო გეტყვის რომ აი ჩემმა დღემ ესე ჩაიარა და შენ რო არ გეკითხება რატო არ მეკითხები არ გაინტერესებ ჩემი დღემ როგორ ჩაიარა კიდევ დომინანტობას რო გოგოს აიძულებენ აი როგორი ბიჭები იცით აი მაგალითად თვითონ რო არასდროს არ გწერენ პირველი ოღონდ ის კი არა რომ უყურადღებო არიან აი უბრალოდ რო არ გწერენ რატო არ მწერ მომწერე და მეც გიპასუხებ ну ახლა ეგეც არაფერი არა ახლა გოგომ რომ მიწეროს პირველი მაგრამ უფრო სასურველია რომ ბიჭმა მიწეროს კიდევ აი არასდროს კომპლიმენტს რო არ გეუბნება აი ძალიან ლამაზად რო ხარ მთელი დღე რო ემზადები რომ გახვიდე ნახო და ძალიან ლამაზად რო ხარ და საერთოდ ვითომ არაფერი აი საერთოდ რეაქცია რო არ აქვს საერთოდ აქში რო ხდებით და წინ ეკჯდება და მე უკან ვსვავს დაჭექი ჩემთან ერთად და ერთად ვისხდეთ რა ვიცი კიდევ ეს არის ძალიან დიდი red flag-ი და დარწმუნებული ვარ რომ ეხლა ძალიან დიდი ამბავი მოყვება ამას მაგრამ უნდა ვთქვა ბიჭი რა ქუჩაში ნაყინს ჭამს ან ჭამე ნაყინი ოღონ ჭამე კოვზით ჭიქაში ჭამე თუ ვაფლში გინდა კოვზით ჭამე ოღონდ ნუტლოკნით ქუჩაში გთხოვთ და ბოდიშით ამ სიტყვისთვის უბრალოდ აი საშინელი შესახედია როდესაც ბიჭი ქუჩაში ნაყინს ჭამს კიდევ ყველაფერი რო აინტერესებს საერთოდ აი დღეს როგორი ღამის რუტინა გაქვს თუ როგორი დილის რუტინა გაქვს რა მასიყენებ რა როგორი ბანსახეს აი ეგეთი რაღაც დეტალები რო აინტერესებს ცოტა მაშინებს ეგეთი ხალხი კიდე რაღაც ეს მენსახელებს რო გეძახის პაწკო მუწკო შმუწკო და ეგეთ რაღაცებს დამიძახე ნატალი მქვია და დამიძახე რა ვიცი ნატალი ფერად დასაცმელი რო აცვიათ ოღონდ რო აცვიათ შეუხამებლად აი ძალიან შეუხამებლად რო აცვიათ ფერად დასაცმელი საშინელება და მე პირადად კიდევ ჩემთვის ძალიან დიდი red flag-ია ეგეც რომ აი მაგალითად რესტორანში ან კაფეში ვართ და მოგვიტანეს ჩვენი შეკვეთა და არ გადმომიდო ანუ არ გადმომიღო შეკვეთა კი არა და საჭმელი არ გადმომიღო აი მაგალითად პიცა მოიტანეს და არ გადმომიღო პიცა გადმომიღე და მე ჭამე ან შეიძლება მე გადავუღო მაგრამ თვითონაც უნდა გადმომიღოს მე მიყვარს ეგეთი რაღაცეები ну შეიძლება თქვენთვის უჩვეულოა მაგრამ მე მიყვარს სკინი ჯინსებზე ბოტასები და ზოგადად სკინი ჯინსები ამაზე მოდი კომენტარს არ გავაკეთებ თქვენ გააკეთეთ კომენტარი კიდევ ფეხბურთი რო არ უყვარს და ზოგადად სპორტი რო არ უყვარს ეგეთი ხალხიც მაშინებს